მოგესალმებით, თითოეულ თქვენთაგან უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერილ გაქვთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც არ მიცემთ გაგეცნობთ, მე ვარ კატო. წინა ვიდეოებში გითხარით, რომ ტარო არ არის მხოლოდ და მხოლოდ პარტნიორის ურთიერთობასთან მიმართებაში გამორკვევის ინსტრუმენტი, ეს არის ძალიან კარგი ფსიქოლოგიური კუთხითაც საკმაოდ ეხმარება ადამიანებს იმაში, რომ გამოერკვიონ თავიანთ მისიაში, თავიანთ ტრამვებში ხო და გზა უჩვენან, როგორ უნდა გამოვიდეს ამ სიტუაციიდან. ხო, რასთან აქვს ყველაზე მეტად სამუშაო, რა შიშები აქვს, რომელსაც თქვათ ფარავს ქვეცნობიერი და ამ დროს ადამიანი გაურკვევლობაშია, ასე რომ ტარო საკმაოდ საინტერესო რამ არის. ისიც გითხარით, რომ იქნებოდა აქციები და გადავწყვეტა, რომ ვისაც სურს, რომ გამოერკვიოს თავის, ესე ვთქვათ, განვითარებისთვის, ხომ, თავის შინაგან რაღაც სამყაროსთან მიმართებაში, რა პრობლემები აქვს დასაძლევი, ან რა აქვს დასამთავრებელი, ხომ, რომ მისი ცხოვრება უკეთესად წავიდეს წინ. ამასთან მიმართებაში, რომ ნახოთ, რამდენად კარგია და რამდენად სასარგებლო ინფორმაცია შეიძლება რომ მოგიტანოთ ტარომ, გავაკეთებ აქციას. ეს ალბათ ძალიან ისეთი მომენტი იქნება, რომ ამ თემასთან მიმართებაში აქციებს აღარ გავაკეთებ, იმიტომ რომ ეს ძალიან შრომატევადი და საინტერესო მომენტი იქნება იმასთან მიმართებაში, რომ გარდა ტაროსი აქვს ფსიქოლოგიური მომენტებიც განიხილება და თან ყველამ კარგად იცით, რომ რაღაც საქმის, როდესაც კიდევ ხელს, ყოველთვის ბოლომდე ვცდილობ, რომ ჩავეძიო თითოეულ სიტუაციას, ვისაც ჩემთან გაშლებია გაკეთებული. ამიტომ მოკლედ ეს იქნება თავიდან ესეთი აქცია, რომლის ღირებულებაც იქნება 40 ლარი და თქვენ შეგეძლებათ, რომ მიიღოთ 40 ლარას პასუხები თქვენს შინაგან სამყაროსთან მიმართებაში, როგორ უნდა რა გაქვთ დასალაგებელი, რა გაქვთ მოსაცილებელი, პირიქით რა ჩვევები უნდა მიიღოთ უფრო მეტი და რა გზით უნდა გააკეთოთ ეს ყოველივე. და ასევე პირად გაშლებთან დაკავშირებით ერთი კონკრეტული საკითხი იქნება 50 ლარი. მოკლედ, დღევანდელი გაშლა კი მინდა გავაკეთო ესეთი საკითხი. რა ხდება ეხლა ამ ეტაპზე თქვენს ურთიერთობაში და რა პერსპექტივა აქვს ურთიერთობას? ვარიანტი გავაკეთოთ ორი. გავაკეთოთ ესეთი პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი იყოს ესეთი ბაყაყები. პირველი და მეორე ვარიანტი, პირველი და მეორე ვარიანტი, მგონი მარტივად ასარჩევიც არის და ვნახოთ, რა ხდება ეხლა ამ ეტაპზე, რა ურთიერთობაში ხართ, ანუ როგორი სიტუაცია არის თქვენი ურთიერთობის და რა განვითარების პერსპექტივა აქვს ამ ურთიერთობას. იმედი აირჩიეთ, მე მეორე ვარიანტს გადავდგავ და ვინც პირველი ვარიანტი აირჩია, გულსაკრეთ დავტოვებ. და ვნახოთ, რა ხდება ეხლა ამ ეტაპზე თქვენს ურთიერთობაში. ეხლა ამ ეტაპზე რა ხდება თქვენს ურთიერთობაში. პირველი ვარიანტი ვიტყოდი, რომ ეს ახალი ურთიერთობა არის, ახალი დაწყებული ურთიერთობა, სადაც ადამიანებმა ჯერ შეცნობა გაცნობის მომენტია, ჯერ ინფორმაციების გაცვლის მომენტია, ეიფორია, აქ აშკარად ისახება, რომ რაღაცა შესაძლებელია გქონდეთ რაღაც სამსახურობრივი გადაკვეთაც და თქვათ ახალ სამსახურში გადახვედით და ეს სამსახურიდან გაიცანით, ან უბრალოდ შეიძლება რაღაც ბიზნეს პარტნიორიც შეიძლება იყოს, ხო, თქვენი. ყოველ შემთხვევაში ეს არის სიტუაცია, სადაც ადამიანები ეხლა ხანს ჩამოყალიბდნენ, რომ ერთმანეთი მოსწონთ და დაიწყეს ერთმანეთთან კომუნიკაცია, ერთმანეთის შეცნობა, ერთმანეთის გაცნობა, ერთმანეთთან რაღაც გაზიარება, თავიანთი აზრების, თავიანთი სურვილების, თავიანთი მიზნების, ხო, მიმოცვლა ხდება ინფორმაციული ამ ეტაპზე თქვენს ურთიერთობაში.
ეს ახალი ურთიერთობა, სადაც არის ასევე რაღაცა ისეთი ვნებაც, ემოციაც, ხო, რაღაც ურთიერთობა, სადაც, ну, აი პირველი ტალღა რაც შეიძლება კონდეს, ხო, იყოლენ ერთად დღე და ღამე არ გძინავს რაღაცა ერთმანეთთან საუბრით, შეგვიძლია გავათენოთ, კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მივიღოთ, რაღაც ყველა დეტალს ვაკვირდებით ურთიერთობაში, იქნება თუ ცალკე აი რაღაცა ჩაცმულობას, ხელის მანერას, ხო, აი ყველა თითქოს აი ადამიანები ერთმანეთის დაკვირვების და გაცნობის პერიოდს გადიან, პირველი ვარიანტი, ვინც აერჩია ბუ. ნახოთ, როგორ განვითარდება, ანუ რა პერსპექტივა აქვს თქვენს ურთიერთობას? საერთოდ აქვს თუ არა პერსპექტივა თქვენს ურთიერთობას? იცით რა არის, ნახეთ, აი ამ ურთიერთობაში ნამდვილად არ ღირს და არ არის საჭირო სისწრაფე და სიჩქარე, ხო? რაღაცნაირად უნდა მივყვეთ ურთიერთობას, უნდა ვეცადოთ, რომ რაღაც ეს კომუნიკაცია სწორად გავიგოთ, სწორად გავიცნოთ ერთმანეთი, ხო? სწორად დავალაგოთ ჩვენი შეხედულებები, ხო? აი რაღაცნაირად იცით როგორი მომენტია, რომ აი ამ ურთიერთობაში პერსპექტივა როგორც ასეთი განვითარების მე ვიტყოდი რომ არის. უბრალოდ აქ უნდა დატკბეთ იმით, რაც ახლა ამ ეტაპზე ვიყვება. ნახეთ, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავყვეთ. ხო, ახლა არის მომენტი, როდესაც ადამიანი გავიცანით და რაღაცა არის ხოლმე მსგავსი მომენტები ერთ კვირაში, ერთ თვეში, სამ თვეში, всё, უკვე აი მზად ვართ გავყვეთ ცოლად, მოვიყვანოთ და ასე შემდეგ. ხო, აი რაღაცა ჩემი კარიერა, ჩემი, რა ვიცი, სურვილები, მიზნები დავუკავშირო ამ ადამიანს. აქ არ არის საჭირო სიჩქარე. ეს ურთიერთობა არის განვითარებადი, მხოლოდ და მხოლოდ ნახეთ, იმ რაკურსით, რომ უბრალოდ ნაბიჯ-ნაბიჯ გაყვეთ ყველა სიტუაციას, აი დღეს ყავაზე წავედით, ხო, ხვალ უკვე ვისადილეთ, ზეგ უკვე ვივახშმეთ, მასზე უკვე რაღაცა მეგობარი გავიცანით, ხო, რაღაცა ნელი ნაბიჯებით და არა რაღაცა უცბად ყველაფერი ერთად გავაკეთეთ, ერთად მოგვინდა მომენტი, ხო, თქვენი ურთიერთობა ნამდვილად არის ისეთი ურთიერთობა, სადაც ორი მსგავსი ადამიანია შეხვედრილი და მსგავსი პიროვნებები, აი ხასიათით შეიძლება ითქვას, მიზნობრიობით, აი ერთმანეთს რო უსმენ შეიძლება გაგეცინოთ, რომ აი ეს იდეა ვთქვათ, მეც მქონდა ვთქვათ, რაღაცა ბიზნესის იქნება თუ რაღაც უბრალოდ ქალაქგარეთ გასვლის, ხო, აი რაღაც აქ არის ურთიერთობის გაგრძელების და გავრცობის შანსი, მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი სირთულე, რასაც წარმოადგენს ამ ურთიერთობაში, თუ კი ვიჩქარებთ, თუ კი იქნება რაღაცა ცოტა იცით როგორი მომენტი, ხა დაძალება, ცოტა ისეთი ნათქვამია, მაგრამ ნუ რაღაც მომენტში ხო შესაძლებელია რაღაცა დაძალების კუთხითაც თქვათ. აი მე ესე გეტყვით, რომ თქვენ არ ხართ უბრალოდ შეხვედრილი ადამიანები, თქვენ ხართ ადამიანები, რომლებმაც ერთმანეთს უნდა ასწავლოს, ერთმანეთს უნდა გაუზიაროს და ერთმანეთს უნდა მისცეს რაღაც ის იმპულსები, რომელიც აკლია, ხო, თქვათ, თქვენ თუ ხართ ძალიან აქტიური და ესეთი რაღაც შემართებით და თქვენი პარტნიორი, თქვათ, უფრო ცოტა შეიძლება დინჯი იყოს. კი, ხასიათებში გავხართ, მაგრამ თქვათ, ის არ გამოხატავს ესე აქტიურობას. თქვათ, პირიქით, ხო, შესაძლოა თქვენ იყოთ ძალიან დინჯი და ის იყოს აქტიური. ანუ ერთმანეთის დაბალანსება უნდა ვისწავლოთ, ერთმანეთისთვის აქამდე გავლილი გზის რაღაცა გამოცდილებების გაზიარება, ხო, აქ ორი ერთნაირი, აი მართლა ერთნაირი ადამიანი ხართ, ორივეს რომ აქვს გამოცდილებაც, გონიერებაც, ცხოვრება რომ რაღაც არც ისე მარტივად გაიარეს შეიძლება ითქვას, ხო, არც ისე ადვილად მივიდნენ იმ გზაზე, რომელ გზაზეც ახლა არიან. თქვენ ხართ შეხვედრილები, აი მართლა რო იტყვიან სამყაროს ხელი, თქვენ ხართ შეხვედრილები რაღაცა იმ მიზნით და იმ ურთიერთობისთვის, რომელსაც შესაძლებელია საბოლოო ჯამში რაღაცა მოყვეს უფრო დაგვირგვინებული მომენტი. ერთადერთი რაც არის, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ეს ურთიერთობა
იქნება აქტიური, იქნება შემართებით, იქნება სასიამოვნო, საინტერესო და თუ არ იჩქარებთ, ძალიან კარგ და სწორ მიმართულებას მიიღებს ურთიერთობა, ხო? რაღაც თუ არ მისცემთ რაღაცა სიჩქარის და რაღაცა უცებ ყველაფერი ამოვწუროთ, აი ყველაფერი გავიგოთ ჩქარა, აი მხოლოდ და მხოლოდ ეგ მომენტი დახევს ამ ურთიერთობას. დანარჩენ შემთხვევაში ნაბიჯ ძალიან საინტერესო და სასიამოვნო თანამეგობრობას, ურთიერთობას, თანაცხოვრებას აწყობთ, ესე ვიტყოდი. პირველი ვარიანტის წარმომადგენელი. მშვენიერია ახალი დაწყებული ურთიერთობა, რომელიც არის პერსპექტივა, რომელსაც აქვს მომავალი და რომელმაც უნდა გაუძლოს უბრალოდ რაღაცა გამოწვევებსაც, ხო, გამოწვევებს, ისეთ გამოწვევებს, როდესაც იცით რა არის კიდე ნახეთ, რაც მეტად არ იჩქარებთ, რომ ურთიერთობა ღიად გამოაცხადოთ, ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი თვალია, ძალიან ბევრი მოშურნეა, ვიღაცას რაღაც, რა ვიცი, 1000 რამ აქვს და ამიტომ ჯობია რომ რაღაცნაირად ეცადოთ, რომ თქვენი ურთიერთობა მაქსიმალურად იყოს ისეთი დაცული ყველაფრისგან. მეორე ვარიანტი, ვინც აირჩია, ვნახოთ. რა ხდება ახლა თქვენს ურთიერთობაში? ახლა ამ ეტაპზე მეორე ვარიანტთან რა ხდება ურთიერთობაში? ესე იგი, მეორე ვარიანტი, ესე ვიტყოდი, რომ დასრულებული ურთიერთობა არის, მაგრამ გაშვებული არ ყავს ადამიანი, კიდევ გვაქვს იმედი, რომ რაღაცა აქტიური ფაზა შეიძლება შემოვიდეს. შეიძლება იმედი არ გაქვთ, მაგრამ რაღაც ბოლომდე ვერ ვივიწყებთ, ბოლომდე ვერ ვამთავრებთ ამას, ვერ კი თქვათ გადავერთეთ სამუშაოზე, სამსახურზე, რაღაცა სხვა სიტუაციებზე, მაგრამ ტოლვა რაღაცა ის ემოცია, რაღაც ის იმ ადამიანის ცხოვრება ჩვენი ინტერესის, ესე ვთქვათ, საგანია, ხო? აქ არის უკვე დასრულებული, უკვე გართულებული სიტუაცია. შეიძლება ითქვას კიდევაც რაღაც მომენტში, რომ აი დაიწყო და დამთავრდა ეს მომენტი, აი ეს როდის დაიწყო და როდის დამთავრდა მდგომარეობა, თითქოს ცოტა გაურკვევლად შეიძლება ითქვას არის თქვენთვის. მეორე ვარიანტის წარმომადგენლები ვუყურებთ ადამიანები, ვისაც ურთიერთობა დასრულებულია და მაგრამ ჯერ კიდევ არ ყავს გაშვებული ჩვენი ემოციებიდან, ჩვენი ენერგიებიდან, ჩვენი ფიქრებიდან, ჩვენი სურვილებიდან და რაღაცნაირად ამ ადამიანის მიმართ გვაქვს ჯერ კიდევ რაღაცა თუნდაც უბრალოდ ლტოლვის მომენტი, ხო? გონებრივად ვერ ვუშვებთ. კარგით, ნახოთ. როგორ განვითარდება ეს სიტუაცია? აქვს თუ არა ამ სიტუაციას განვითარება, ანუ განვითარებაში რა იგულისხმება, ხო? ანუ დაბრუნდება თუ არ დაბრუნდება და ასე შემდეგ. როგორ განვითარდება? აქვს თუ არა პერსპექტივა ამ ურთიერთობის განვითარებას? ნახეთ, ჩემო მეგობრებო, ამ ურთიერთობის განვითარებას არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია სამწუხაროდ. ადამიანმა ანუ იცით რა არის, აი ყველაფერი წარსულში უნდა დატოვოთ. რადგან განვითარება ხო ერთი მხრიდან არ არის, მეორე მხარემაც უნდა ქნას. ესე გეტყვით, რომ ეს ადამიანი უკვე ახალ ურთიერთობაში შეიძლება იყოს გადასული კიდევაც. უკვე სხვა ემოციებისკენ იყოს გადასული. აქ ვერ ვიტყვი იმას, რომ ასეც არ ახსენეთ, მასაც შეიძლება ახსენდებოდეთ რაღაცა მომენტები, რომელიც თქვენთან კარგად გაატარა, მაგრამ ადამიანმა გაგიშვათ, აქ არის განთავისუფლება, აქ არის გაშვება, აქ არის დასრულება. ასე რომ ეს ურთიერთობა ფიზიკურად აღარ დაბრუნდება, რა დროც არ უნდა გავიდეს. რაც უფრო მეტად დრო გავა, მით უფრო მარტივად და მალე დაივიწყებს, ხო? ანუ
თქვათ გუშინ თუ რაღაცა ახსენდებოდა თქვენთან ერთად სადღაც კაფეში რომ იჯდა და საუბრობდით ან სადღაც უბრალოდ ხელი როგორ გადაგხვიათ ან როგორ შეხედეთ ხო დღეს უკვე ცოტა ნაკლებად ახსენდება ესეთი რაღაც მომენტი თქვათ აღარ უკავშირებს თქვენთან კომუნიკაციას აქ ურთიერთობა მეორე ვარიანტთან დასრულდა და დასრულდა განვითარდება არა აქ ურთიერთობა ნამდვილად ვერანაირად ვერ განვითარდება აქ თუ თქვენ სამკუთხედ სიტუაციაში იყავით და ადამიანმა გადაწყვიტა რომ გასულიყო და გადაედგა ნაბიჯი მეორე ანუ იქ სადაც იყო და თქვენგან გავიდა იცოდეთ რომ მისი გადაწყვეტილება კაცრავად მისი გადაწყვეტილება არის საბოლოო ეს აღარ შეიძლება შესაძლებელია კი მესმის რომ რაღაცა გულსატკენია რაღაც ემოცია გამოცდილები ვართ არაფრის სურვილი არ აქვს რაღაც წაგებული ადამიანის მდგომარეობაში ვართ იმიტომ რომ ადამიანი რესურს და სიყვარულს დებს ურთიერთობაში და მე უბრალოდ ვიღაცა რაღაცა სხვა გადაწყვეტილებას იღებს და უბრალოდ არჩევანს სხვაზე აკეთებს ну გასაგებია რომ ძალიან მტკივნეული და ძალიან ძნელია ამ ყველაფრის აღიარება საკუთარ თავთან ხო მაგრამ რაც არ უნდა დრო გავიდეს აქ ურთიერთობა დაბრუნებისკენ ნამდვილად არ წამოვა და აქ ურთიერთობა არ იქნება რაღაცა ესეთი ემოციებით აქ შესაძლებელია თუ ცოტა უკვე დიდხნიან ურთიერთობას უყურებთ და თქვათ ადამიანი უკვე წასულია 1 თვე 2 თვე 1 წელი 1 თვე 2 თვე კიდე ისეთი 1 წელი ან რაღაც 2 წელი აქ შესაძლებელია ადამიანს უკვე ოჯახიც ყავდეს აქ უკვე ადამიანს თავისი ოჯახი აქვს სადაც ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს აქ ურთიერთობა სამწუხაროდ ну ვინც უყურებს და ვისაც სურს რომ ადამიანი დაბრუნდეს ან რაღაცა გაჩერებულ ურთიერთობასთან მიმართებაში აინტერესებს რა იქნება, ну აქ გეტყვით რომ ტყუილად დაკარგავთ დროს, ტყუილად დაკარგავთ ენერგიას, ტყუილად დაკარგავთ ემოციას, იმიტომ რომ ადამიანი ხოგონებით თუ ხა 1 და 2 თვის ურთიერთობა ხა ცოლი მოიყვანა სასწრაფოდ, ну ხა ეგეთებიც ხდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის უკვე სხვა ურთიერთობით, ну შეიძლება ერთობა თუ რა ვიცი რა დავარქვათ, სხვა ურთიერთობაში გადავიდა, მაგრამ თუ უკვე დიდხნიანი დაშორების მდგომარეობა აქვს, შესაძლებელია ადამიანმა უკვე ოჯახის შექმნა, ისე რომ მეორე ვარიანტს ვერაფრით ვერ გავახარებ. სამწუხაროდ აქ ურთიერთობას პერსპექტივა არ გააჩნია და ადამიანმა დაასრულა ყველაფერი. მოკლედ, აი ესეთი გამოვიდა პირველი და მეორე ვარიანტი. პირველი ვარიანტი დასაწყისია და ჯერ წინ არის თქვენთვის ყველაფერი და საინტერესო ურთიერთობა გელოდებათ, ხოლო მეორე ვარიანტმა სჯობს ალბათ რომ ნება თქვენია, მე უბრალოდ ვამბობ, ძალიან რთულია დავიწყება ეს ძალიან რთული პროცესი, ეს არ არის მარტივი პროცესი, მაგრამ ალბათ უნდა დაიწყოთ საკუთარი თავიდან, საკუთარი სურვილებისგან, საკუთარი მიზნებისგან და საკუთარი მომავლისგან, ხო? მე ბედნიერებას გისურვებთ თითოეულ თქვენთაგან, გისურვებთ წარმატებას, უსაწყლოს სიყვარულს და ყველა ადამიანს ყოლოდეს თავისი მეორე მე. წარმატება